უცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში. სამშვიდობისა კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, რადიო იმედი დაბრუნდა. X-კოდი დაბრუნდა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ამ ხელა პაუზის შემდეგ უკვე რაღაცები მეშლება, თუმცა მინდა გითხრათ, დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს სასაუბროდ არჩეულის გახლავთ დოგონთა ცოცხალი ტომი, რომელიც აფრიკაში, მალიში, ქვეყანაში ესეთი მალი სიტყვენ და ბინადრობს და ფაქტობრივად ისინი არიან ერთგვარი ტურისტების მოზიდვის საგანი, თუმცა აი ამ გარეგნული ესეთი ტრაფარეტული ესეთი მიმზიდველობის შიგნით იმალება ძალიან დიდი საიდუმლო, რომელზედაც ჩვენ დღეს საუბრობთ. რაში მდგომარეობს ეს საიდუმლო, მე ახლა აღარ მოყვები თუ საიდან დავიწყეთ ჩვენ თქვით, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ორ ფრანგ ანთროპოლოგთან, რომლებაც ფაქტობრივად აღმოაჩინეს ეს ადამიანები და იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურეს ამ ადამიანების, რომ შევიდნენ საკრალურ ურთიერთობაში მათთან და მათ გაუმჟღავნეს ის საიდუმლო, რომელსაც არ უმჟღავნებენ ზოგადად ყველა ადამიანს, ანუ იმ ტომს გულისხმობ, არამედ მხოლოდ რჩეულებს და მარსელ ბრიოლი და ჟერმენ დიტერმენი, ფრანგი ანთროპოლოგები გახდნენ ის ევროპელი ადამიანები, რომლებსაც ეს საიდუმლო ამ დოგონების ტომის უხუცესებმა გაუმჟღავნეს. და რაღაცნაირად მოდით ნელ-ნელა მივყვეთ კიდევ ისევ რელიეფურად გითხარით, როგორი გარსი აქვს ზოგადად ამ ქვეყანას, ეს არის უდაბნოში რაღაც ქვიშებისგან გაკეთებული რაღაც უცნაური ფორმის სახლები და აი ყველაზე მეტად განსხვავებული არის ძალიან ერთი განსხვავებული მთა, სადაც არის უცნაური გამოქვაბული, მეტად ვერტიკალური, მეტად გრძივი და განსხვავებული სიგნალისეულად და ზოგადად გეოგრაფიულად და იქ არის მეტად უცნაური ნახატები. მე გითხარით კიდეც, რომ ამ დოგონის ტომის ადამიანებს არ აქვთ დამწერლობა, მაგრამ მათ აქვთ გრაფიკა მეტად უცნაური და აი ეს გრაფიკა, რომელიც დაფიქსირდა ფოტოებზე, ძალიან მწირი ფოტოები, იმიტომ რომ იქ არავის არ უშვებენ, რამე თუ არის ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად იცავს შესასვლელს აი ამ გამოქვაბულში და ეს ადამიანი ფაქტობრივად აი ტომის ბელადები ირჩევენ ამ ადამიანს, ეს ადამიანი ზის და მისი მთელი არსი ცხოვრების ამ მდგომარეობის უმეში არავინ არ შეუშვას ამ გამოქვაბულში, როდესაც ეს ადამიანი სხვა ადამიანს ცვლიან და მოკლედ ამიტომ გითხარით, რომ ძალიან იშვიათია ფოტოები, თუმცა თქვენ ჩვენს გადაცემის უკვე ეთერში გასული გადაცემის დასურათებული ვერსიას ვნახოთ, თქვენ ამ ფოტოების ნახატი ნახვის საშუალება გექნებათ, მაგრამ საქმე რაშია? საქმე ის არის, რომ აქ არის მოცემული მთელი მათი ისტორია, თუ საიდან მომდინარეობენ. ისინი გითხარით, რომ ისინი თვლიან, რომ მათი სამშობლო არის სირიუსი და მათი მითები, ლეგენდები და რელიგია ზოგადად აი ამ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს გალაქტიკაში, ესე ასტროფიზიკოსები ყოველ შემთხვევაში მე ახლა არ ვარ გათვითცნობიერებული ძალიან ამ სფეროში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასტროფიზიკოსები თვლიან, რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სწორედ ეს არის და სწორედ აი ამ ვარსკვლავს მიიჩნევენ ჩვენს მიერ დღეს უკვე მთავარი გმირები ჩვენი გადაცემისა, დოგონები ამ ვარსკვლავს მიიჩნევენ მათ სამშობლოს. ფრანგი ანთროპოლოგების ეს მეგობრობა დოგონებთან იმდენად გაიზარდა, გითხარით კიდეც გადაცემის პირველ ნაწილში, რომ მათ ჰქონდათ ურთიერთობა ქურუმებთან, რომლებიც მხოლოდ რჩეულებთან იხსნებოდნენ და მხოლოდ რჩეულებს უხსნიდნენ რაღაცა, ბოლომდე არ იხსნებოდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დეტალებს მათ აძლევდნენ საშუალებას, რომ მიახლებოდნენ იმ საიდუმლოს, რომელსაც ისინი ფლობდნენ მეტნაკლებად და ერთხელაც აი ეს ფრანგის აი ამ სტატიაში, რომელიც მე გახსენეთ ესე ერქვა ამ სტატიას, გითხარით და აი ამ სტატიაში წერს კლებ ფრანგი მკვლევარი მარსელ გრიოლი, ვიხედავ ფუძელში ზოგადად გვარების სახელების დამახსოვრება ძალიან რთულია ასეთ მასალაში. ეს მარსელ გრიოლი წერს, რომ მათ შეხვდათ ესეთი ბელადი, ერთგვარი დაჯილდოებული გარკვეული საკრალური ცოდნით, რომელმაც დაუწყო როგორც გადაცემის დასაწყისში რაღაცნაირად გითხარით, დაიწყო ქვიშაზე რაღაცის ხატვა. და დღემზე რაღაცნაირად ეს როცა ხატავდა, დახადა
რაღაცნაირად ეს ნახატმა ზოგადად გამოიწვია მთელ ამ მეცნიერულ საყვარლში ძალიან დიდი ფურორი. ნახატა რაღაცა პატარა ვარსკვლავი და რო იკითხა ამ ფრანგ ანთროპოლოგმა ნუ რა არის ეს, მან თქვა რომ ეს არის პოტოლო, ან ასე დაარქვა მუსლიმ პატარა ვარსკვლავს, შემდეგ დაარქვა მეორეს ემაია. ამ ვარსკვლავის შესახებ ცნობილია მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახსნა, ნუ პოტოლო ეს უკვე მიხვდით რომ ეს არის სირიუსი და მეორე ვარსკვლავი ჩავიხედავ, იმიტომ რომ ძალიან რთული ამის დამასწორება ემაია. ამ ვარსკვლავის შესახებ ცნობილი როგორც გითხარით გახდა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ამას ხალხს უსვამ და შამან მაგნიშნა რომ პოს ორბიტა არის ელიფსისებური და ვარსკვლავი მოძრაობს მისი ტრაექტორიაზე 50 წლის განმავლობაში. ნუ რა თქმა უნდა გითხარით რომ ეს მეცნიერები 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ იქ და უკვე იმდენად შეითვისეს რომ ნუ რა თქმა უნდა ეს პირდაპირ ესე როგორც მე თქვენ გესაუბრებით რომ არ ორბიტად რაღაცა რა თქმა უნდა ესეთი ენით არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ იმდენად შეძლეს დაუფლებოდნენ ამ მათ სასაუბრო ენას რომ უკვე მეცნიერულადაც მისი გადმოთარგმნა ანუ ადამიანის ცივილიზებული ბჭყალებში რამე თუ მინარი ცივილიზებული ადამიანები რომლებიც იციან რა არის სირიუსი, ის ადამიანები რომ სირიუსი არის მაგნესია არის სუპერმარკეტი, მაგრამ მაგათ მაინც არ იციან. ნუ ეს სალკეთებმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი ამბობდნენ რომ აი 50 წლის განმავლობაში მოძრაობსო ეს ვარსკვლავი ელიფსისებური ფორმის მქონე ვარსკვლავი აი ამ ორბიტის ირგვლივ და როცა სკეპტიკურად განწყობილმა ფრანგმა აი ამ ანთროპოლოგებმა კითხეს აი ამ ადამიანს, საოცარი ადამიანია თქვენ ნახოთ მის ფოტოს, ეს ნაჯგაბნი რას ნიშნავსო და საიდან გავშენეს ინფორმაციაო? მან უკვე როგორც გითხარით, როგორ საიდან ხო გითხარით თუ საიდან მოხს ეს ინფორმაციაო? ჩვენთან მოვიდა ზოგადად ჩვენს ადამიანებთან ეს მაღალი ძალიან მაღალი არსებებიო, რომელსაც ჰქონდათ თავზე ჩაფხუტიო, ნუ აი ჩაფხუტების ფორმის რიტუალებს ისინი მუდმივად ასრულებენ და ფაქტობრივად რო დააკვირდეთ ამ სურათებსაც და მიხვდებით რაზე საუბრობ, ეს არის ფაქტობრივად ჩაფხუტი და ეს ჩაფხუტი მუდმივად იცვლება აი ამ პერიოდულობით, მოდით სულ წინ უსწრებ ხოლმე მოვლენს, მაგრამ მიყვები თემას და აი მაღალი ზომის არსებანი, რომელსაც ჰქონდათ თევზის თავიო და წამოსული ჰქონდათ წყლით სავსე სპეციალური ჩაფხუტი, ანუ შლემი, მოდით ესე ვთქვათ, რამე თუ ეს ხანერად მათ სულთქვის საშუალება არ ჰქონდათ. ადგილობრივებმა მათ შეარქვეს როგორც გითხარით ნომო, რაც დოგონების ენაზე ნიშნავს წყლის მსმელს. ნომო დოგონებს ეწვია ზუსტად 100 წლითო, ანუ 100 წელი ზოგადად ეს არის ძალიან არაერთგვაროვანი გასაგები, იმიტომ რომ 100 დღე დოგონებში და ჩვენი დღე ცივილიზებული ადამიანების განსხვავდება და ფაქტორია 100 წელი ნიშნავს თითქმის 1000 წელს რო გადავთვალოთ და ამ დროის მანძილზე მან შეასწავლა ამ ველურ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი არ იცოდნენ, როგორ უნდა მოუვარონ მიწას, როგორ უნდა დაუშვათ მოუვარონ ცხოველებს, როგორ უნდა დაუშვათ გააკეთონ ისე რომ აი ამ ადგილებში სადაც ფაქტობრივად არც წყალი, არც არსებო ზოგადად არ არსებობს, რომ იარსებოდა, კარგად იცხოვრო და იცხოვრო ისე როგორც საჭიროა. ამან ყველაფერის ასწავლა და როგორც გითხარით კიდეც რომ ამ ფრანგმა მკვლევარებმა მოიკვლიეს ისეთი იარაღები, ანუ აგრარული ტექნიკა, რომელიც შეიძლება პრიმიტიული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ზუსტი, ძალიან სწორი, გნებავთ ის ბარი ან ნიშა, აი რითაც ხდება ხოლმე მიწის დამუშავება, ისეთი ფორმის არის, რომლის მსგავსი ანალოგი ზოგადად არც აფრიკაში, არც აზიაში არ მოიპოვება და ძალიან პატარა დეტალი აქვს უმნიშვნელო რაღაცა ამაში დატანილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი იმისთვის აი ამ რელიეფისთვის და ამ ნიადაგისთვის სასარგებლო. ნუ საუბრის დროს შამანმა აიღო მიწინა, როგორც გითხარით, რომელიღაც ამ სცენარის პატარა მარცვალი და თქვა, ეს არის პოს მიწა, ანუ პო, რომელზედაც მე გესაუბრებით, სირიუსი, საიდანაც ნომო გამოიმგზავრა ჩვენს ქვეყანაშიო და მას ესეთი მძიმე არისო, რომ დედამიწის ადამიანები მთლიანად ყველა დედამიწის ადამიანი რო შეკრიბო, ისინი აი ამ მარცვალსაც, რომელიც აი ეს მარცვალს ხო ხედავთ, აი ეს მარცვალი დავუშვათ პოს მიწაზე რო აიღო მსგავსი მარცვალი, ამ მთელი დედამიწის ადამიანები რო შეკრიბო, ისინი აი ამ მარცვალს ვერ დაძრავენო. და მართლაც მეცნიერება, აი როგორც გითხარით, ძალიან საოცრება რაში მდგომარეობს და რატომ მოხდნენ ისინი ჩვენს გადაცემაში, რომ მეცნიერება მართლაც ძალიან რამდენიმე 1 წლის თუ 2 წლის, ნუ ამ მნიშვნელობა აქვს, 5 წელი ავიღოთ და ეს ლაპარაკია დავუშვათ ველურ ტომზე და მეცნიერებმა ხოლმე ახლა დაადგინეს, რომ ეს პატარა ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც
სირიუსი, რომელიც მართლა საკმაოდ მკვრივია, ფანტასტიკური მოცულობის გამოირჩევა და 1 კუბური სანტიმეტრი დედამიწური წონის 1 ტონის მსგავსია. მოდით მე მანიშნებენ რომ ისევ რაღაცნაირად პაუზა უნდა გავაკეთოთ ჩვენს გადაცემაში, მოდით შევისმენოთ და ვფიქრობ რომ გადაცემის მეორე ნაწილში ძალიან ბევრ საინტერესო რამეს კიდე შეიტყობთ ამ დოგონების ტომის კოსმოგონიას. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად. კიდევ ერთხელ საღამოშიდობის უკვე მე-4 ვამბობ, რამე თუ უკვე მე-4 ნაწილია ჩვენი გადაცემისა. თქვენსმეთ გადაცემა X კოდს, რომელიც ყოველ პარასკევს გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ გეტყვით, თუ არა გაქვთ თქვენ საშუალება მოისმინოთ ეს გადაცემა, შეგიძლიათ შევძანდეთ ინტერნეტში, ნახოთ Facebook-ზე გადაცემა X კოდი და უკვე ეთერში გასული გადაცემა მოისმინოთ უკვე დასურათებული და უფრო მეტი წარმოდგენის საშუალება გექნება არა მხოლოდ აუდიო, ვერბალური, არამედ უკვე ვიზუალურიც. დაქვე გეტყვით რომ თქვენ გაქვთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება ჩვენთან კონტაქტისა. მოკლე ტექსტური შეტყობინება შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნომერზე 9178. SMS გზავნის ღირებულება ფაქტობრივად იგივეა ჩვეულებრივი, რასაც თქვენ აგზავნით, ანუ თქვენი ოპერატორის სტანდარტულ ფასში ადნეს და SMS სერვისით, როგორც თქვენ უკვე იცით, რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. ნუ ეხლა კი ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ მთავარ თემას, დოგონები არიან ჩვენი გმირები, ანუ ჩვენი სტუმრები გადაცემისა, რომლებიც ბინადრობენ აფრიკაში, მალის ქვეყანაში და ფაქტობრივად მათი საიდუმლო დღემდე ამოხსნელი, რამე თუ მათი კოსმოსური ასტროფიზიკური ცოდნა ყველა უკვე აბსოლუტურად აჭერბებს ყველა მოლოდის, რამე თუ ის რასაც დღეს ასტროფიზიკოსები იკვლევენ, ის რასაც დღეს ასტროფიზიკოსები თავისი თანამედროვე აპარატურით აღმოაჩენენ, უკვე მათ უკვე ყველაფერი მანამდე უკვე კარგად ჰქონდათ უკვე გათვლილი. მე გითხარით კიდეც რომ იცოდნა საიდან ჰქონდათ მათ აი ამ დოგონის ტომის ბელათან საუბარში მარსელ გრიოლმა და ჟერმენ დიტერმენმა, რომლებიც იყვნენ ანთროპოლოგები და რომელსაც ფაქტობრივად აი ამ ადამიანებს გაუთქვეს სახელი და რომელთა გამო ფაქტობრივად დღეს მალის ქვეყანაში, მალის სახელმწიფოში არ წყდება ტურისტთა ნაკადი, რომ რაღაც იხილონ ის რაზედა ჩვენ საუბრობთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს გარეგნული ფასადის მიღმა ყოველთვის არის ხოლმე რომ ამ გარეგნული ფასადის მიღმა არის გარკვეული რაღაცა საიდუმლო, რომელზედაც არ საუბრობენ და დღეს ჩვენ რაღაცნაირად ამაზე გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. ნუ თქვენ გითხარით რომ დოგონების აზრით აი ამ პოტოლოს აქვს რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი. ეს პოტოლო არის ის ქვეყანა, ის ვარსკვლავი, საიდანაც მათი წარმოსახვით არიან ისინი წარმომავლობით, საიდანაც არიან ისინი წარმომავლობით, მაგრამ და საიდანაც ისინი, სადაც ისინი წავლენ, მათი გარდაცვალების შემდეგ ეს მთელი რიტუალია, როდესაც ისინი გარდაიცვლებიან, ეს სწორედ სირიუსთან დაკავშირებული, აი ორბიტალური, ანუ მთელი საოცრება, ნამდვილად მე არ შემიძლია ძალიან მოკლედ ამაზე საუბარი, რაღაც ემოციის გარეშე, რამე თუ მართლა ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ეს ხალხი, რამე თუ ეს ზოგადად შეიძლება თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც სირიუსზე იციან, მაგრამ მართლა ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. და მათი აზრით ეს პოტოლოს აქვს, როგორც გითხარით, ეს მარცვალიო, რომელსაც აქ დედამიწაზე ძალიან ისე მარტივად აწევო, ამ მარცვალს პოტოლოზე ვერ აწევო და მართლაც როგორც გითხარით, მეცნიერება დაადგინეს, რომ აი ამ სირიუსის ორბიტაზე მყოფი, აი ამ ვარსკვლავების ირგვლივ მყოფი პლანეტები და ვარსკვლავების აი მათი შემადგენლობა ზუსტად ისეთივეა, როგორც აი ამ ნახევრად ველური ადამიანის თხრობით არის გადმოცემული, როგორც გითხარით, ეს ყველაფერი ჩანაწერი იყო და დოგონების აზრით პოტოლოს აქვს რამდენიმე დამახასიათებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული თვისება ის არის ის, რომ ძალიან კაშკაშაა და თეთრი, ამიტომაც ქვია თეთრი მელა, ძალიან მძიმეა, როგორც გითხარით და ძალიან პატარა. ვარსკვლავ რუქაზე, რომელიც როგორც გითხარით ნახევარშეშლილმა შამანმა ფრანგეს დაუხაზა, ქვიშაზე იყო აღნიშნული სატურნი და მისი ცნობილი რკალი, რომელიც ცნობილი რკალი სატურნის ეს 30 წლებზე
ფაქტობრივად ლაპარაკობის მხოლოდ მოგვიანებით უკვე გახდა ცნობილი, ესეც უკვე ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რომ ეს ფრანგები არ ტყუოდნენ, ამიტომ მაშინ როდესაც ის გამოქვეყნდა მათი სტატია მხოლოდ ზედაპირულად უყურებდნენ მათ რაღაც ბუდვასავით მიაშეთ, ხოლო შემდეგ უკვე გაირკვა გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა მათ ადრე სტუმრობდნენ ვიღაც ფრანგები, ან რაღაც ჰქონდა საშუალება ენციკლოპედიის კითხვისა და რანაირი ენციკლოპედია უნდა წაიგითხრათ, როდესაც ამ სათქმის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 60-იანი წლების მიწურულს გახდა ცნობილი. ესეც უკვე ფაქტობრივად მიმანიშნებელია, ხო? თუმცა ეს სტატია, როგორც გითხარით, 30-იანი წლების დასასრულს გამოქვეყნდა. შემდეგ აი ამ შამანმა გაუმხილა ფრანგებს ის, რომ დოგონები სარგებლობენ 4 კალენდრით: მზის, მთვარის, სირიუსის, ძალიან საინტერესოა და ვენერის. რა თქმა უნდა, ამ კალენდრების სახელწოდება თავისებური იყო და მათ თავისებური ინტერპრეტირება გააკეთეს თანამედროვე ენაზე, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეს არ თქვა ვენერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც მან დაასახელა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე ასტროფიზიკოსებმა შეისწავლეს და ფაქტობრივად იდენტობა მოხდა მათი ამ შესწავლის შემდეგ და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაზეა ლაპარაკი, ველური ნახევარშეშლილი ტომის ბელადი, ესეთი ინფორმირებული მზის სისტემის შესახებ და გაცილებით უფრო ვიდრე თანამედროვე ასტროფიზიკოსი და რაღაცნაირად ბევრი რამე მინდა თქვა, მათ იცოდნენ, მოკლედ გეტყვით, რომ ვენერას აქვს საკუთარი თანამგზავრი. დღევანდელი გადასახედიდან ვენერას თანამგზავრი არ აყავს, ეს შეიძლება სადაო თემა იყოს, მაგრამ 1976 წელს ერთ-ერთმა ასტრონომმა დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ უამრავი წლის წინ ვენერას მართლაც ყავდა თანამგზავრი, დღევანდელი მარსი, არ გაგიგვირდეთ, რომელიც მისი სტრუქტურული თავისებურებიდან გამომდინარე დამოუკიდებელ ორბიტად გადაიქცა შემდგომში. ეს ჰიპოთეზა, როგორც გითხარით, ეფუძნება ზუსტ ასტრონომიულ გათვლას, მაგრამ ეს ყველაფერი არის თანამედროვე აპარატურის შესწავლით და ეს ამას ყველაფერს ის ადამიანი ძალიან მარტივად ხსნიდა ქვიშაზე. აი ამას გეუბნებით. ეს დიდი გამოცანაა ნამდვილად, მაგრამ მთავარ როლს აი ამ ზეციურ სხეულების გადაადგილებაში და ზეციურ სხეულების კოსმოგონიაში დოგონების აზრით ასრულებს სირიუსი, რომელსაც ისინი ამ სირიუსის ისინი პოსტსაც უწოდებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მთელ ამ სირიუსის სისტემას ვარსკვლავურ სისტემას ისინი უწოდებენ სიგას და ისინი უწოდებენ აი ამ ვარსკვლავს ზოგადად სამყაროს ცენტრს და სირიუსის მეტი აი ესეთი ეს არის სამაგი ვარსკვლავური სისტემა, მართალი ასტრონომები დღეს სირიუსს განსაზღვრავენ როგორც ორმაგ სისტემას, მაგრამ ისინი სამაგ სისტემად განსაზღვრავენ და უკვე მიდის ვარაუდი იმაზე და უკვე ფაქტობრივად მტკიცებულება იმისა, რომ ორმაგი კი არა სამაგი სისტემაა. აქვე უნდა გითხრათ, რომ პოტოლოს შესახებ, რომელიც სირიუსის ერთ-ერთი თანამგზავრია და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, თეორიულად ცნობილი გახდა მხოლოდ 1000 პოტოლო, როდესაც მე ლაპარაკობდი, სირიუსი კი არ იყო, სირიუსის თანამგზავრი, მაგრამ მათთვის ეს ყველაფერი ერთიანი სისტემა იყო და აი ამ პოტოლოს შესახებ მხოლოდ 1872 წელს გახდა ცნობილი და რაც შეეხება სირიუსის მეორე თანამგზავრს ME-ია, ძალიან უცნაური და ძალიან ხმოვანი ესეთი სახელები აქვს მათ და ძალიან გავშუმერო ღვთაებებს სხვადასხვა ესეც ცალკე თემა, მაგრამ ამაზე დღეს ბუნებრივად თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ და მესენური კლასიფიკაცია ფაქტობრივად დღეს გახდა უკვე იმ შესაძლებელი აი ამ მათი ასეთი აღმოჩენის მეცნიერული დადასტურებისა და მათ შეარქვეს ვარსკვლავი C. დღესაც არის აღმოჩენილი ასტრონომების, დღესაც არ არის ეს აღმოჩენილი, თუმცა მის აღმოჩენის ვარაუდს ისინი არ უარყოფენ, რამე თუ ბევრი რამე შეიძლება არსებობდეს ფაქტობრივად, მაგრამ მისი დადასტურება შეუძლებელია იმის გამო, რომ ტელესკოპი არ გვაძლევს იმის საშუალებას, ან ვარსკვლავი არ არის მოახლოებული, თუმცა თეორიულად, როდესაც სწავლობ გარკვეული პლანეტების ორბიტას, უკვე შეგიძლია დაასკვნა შესაძლებელია თუ არა ამ ვარსკვლავის არსებობა, ან ორბიტის გარკვეული ორბიტის არსებობა და ამას ადასტურებენ. დოგონთა აზრით, სწორედ ვარსკვლავი პო ეს არის სამყაროს შექმნის მთავარი ობიექტი, როგორც გითხარით, რომ მას წარმოქმნა სპირალური სამყარო, ანუ გალაქტიკა, სწორედ მისი გამოჩენის 50 წლიან ციკლს, ამას ხაზს უსვამენ, რამე თუ როგორც გითხარით 50 წლის შემდეგ, ანუ 50 წელიწადში ერთხელ ტარდება გარკვეული რიტუალი, დოგონთა ცენტრალური დღესასწაულის ზიგი, ახლა დევიდ ბოვის ზიგი გამახსენდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად მაგასთან კავშირში არ არის, თუმცა რა ვიცი, ყველაფერი კავშირში აქვს ქვეყანაში, თუმცა
აი ამას გეტყვით კიდევ რომ 50 წლის შემდეგ კი არ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, არამედ 70 წელიწადში ერთხელ. ნუ ეს 10 წელიწადის გარკვეული ისეთი, ანუ 7 წლის მანძილზე ხდება დღესასწაულის აღნიშვნა და 3 წელი რაღაც შემდგომ დასვენებისთვის და შემდგომ ხლათ რო არ გაიფანტოს მათი გონება ისე ელოდებიან გარკვეულ პერიოდს და ნუ აი და ეს არის სამყაროს განახლების ფაქტობრივად შინაარსი. ნუ ახლა ძალიან ბევრის თქმა შესაძლებელია. ანუ ეს ლეგენდები, რომლებიც ჩვენ აღვნიშნეთ უკვე გადაცემის პირველ ნაწილში და რომელზედაც ჩვენ არ გვაქვს დრო რომ ვისაუბროთ, რამედო ძალიან საინტერესო კოსმოგონია აქვს, საიდან შეიქმნა ადამიანი, ზოგადად კულტი. მაგათ აქვს მაგალითად აი ბინდის თაყვანისმის კულტი და გადაცვლებს კი არ ასაფლავებენ როგორც ზოგადად, ან გამოქვაბულებში დებენ, რამე თუ იციან რომ მათი სულები ისევ სირიუსზე წავლენ, ნუ ესეც ძალიან საინტერესოა. საინტერესო ზოგადად ნომა ძალიან საინტერესო ფენომენია ჩვენს ხმის რეჟისორს ნინა ზალიამონწოს ეს სახელი ნომო და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ერთად გადაცემაში ქონდა საუბარი დელფინებზე და გითხარით რომ ზოგადად ბევრ ადამიანს მიაჩნია რომ დელფინები ეს ფაქტობრივად ცალკე ცივილიზაცია, რომელსაც ცალკე ცნობიერება აქვს, ანუ ადამიანებზე მაღალი, რამე თუ ის ადამიანები, რომლებიც მათზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს, საბოლოო ჯამში დარწმუნდნენ რომ ისინი კი არ ატარებდნენ მათზე ექსპერიმენტებს, არის პირიქით ისინი მათ ახლა ჟარგონი მინდა ვიხმარო, ეკაიფებოდნენ პირდაპირ მინდა გითხრათ და აქეთ რაღაცნაირად მათ იწვევდნენ, რაღაც გამოწვევებს უკეთებდნენ და აქეთ ფაქტობრივად ვინვის იკვლევდა უკვე ჩვენთვის უცნობია, ნუ მე ვლაპარაკობ თუნდაც იმ ჯონ ლილიზე, რომელიც ფაქტობრივად აი გურუ შეიძლება ითქვას აი ამ სფეროში და საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ რომ იმ გადაცემის დროს ახლა გამახსენდა უბრალოდ ჩვენ საუბრობდით რომ აი სირიუსის თანავარსკვლავედში თანამგზავრმა იპოვა რაღაცა სიგნალი გარკვეული, რომელიც ძალიან გავდა იმ დელფინების სიგნალს და როდესაც გაშიფრეს და ახლა მიმდინარეობს ექსპერიმენტი, ეს NASA-ს რაღაც ჩაკეტილ ლაბორატორიებში თუ ჩაკეტილ ბასეინებში ხდება, სადაც ეს საწყელი დელფინები ყავთ და იმ სირიუსის თანავარსკვლავედში დაჭერილ სიგნალებს აგზავნიან იმ დელფინებთან, რამე თუ შემდგომ მათ მიერ გამოგზავნილი საპასუხო სიგნალების გაშიფრის შემდეგ რაღაცა მოახდინონ გარკვეული ინდენტობა და რაღაც ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო თემა. მინდა გითხრათ, მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რამდენჯერ თქვი უკვე მინდა გითხრათ. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ არანაირად არ გახვევთ თავს არც ერთ თეორიას, არც ერთ ვერსიას, რომელსაც ჩვენ ვაზჟღერებთ. ბევრი რამ საინტერესო და ბევრი რამ უცნაურად და ძალიან ყურში მოსახვედრი საინტერესო და მოსასმენი თეორია შეიძლება მოიკითხოთ, გქნებათ ინტერნეტში, გქნებათ წიგნებში, მაგრამ თუ მას არ აქვს საფუძველი, რა თქმა უნდა, ის არ მოხდება ის კოჩი. რადგან საფუძველი აქვს, ნუ დოგონთა ტომი, რომ როგორც ნუ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, როგორც გითხარით ბევრი რამე გამოიკლის, ანუ სანამ მეცნიერები დაადგენენ, აი თუნდაც მოკლედ გეტყვით, ანუ რეზუმესავით ჩვენ უკვე გადაცემის დასასრულს ვახლოვდებით, იცოდნენ მზის სისტემის აგებულება, თუმცა არ იცოდნენ მერკურის არსებობის შესახებ, თუმცა როგორც გაირკვა, რომ მერკური ისევე თანამედროვე მეცნიერთა ერთი ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ მერკური სწორედ ვენერას თანამგზავრი იყო, თუმცა ისინი ვენერას თანამგზავრად მიიჩნევდნენ თვითონ დოგონები, მაგრამ დოგონების ეს მოსაზრება უკვე ნელ-ნელა მართლდება. დოგონება იცოდნენ, რომ დაუშვათ მოლეკულების არსებობის შესახებ იცოდნენ, ეს მათთვის ჩვეულებრივი მომენტია და რაღაცნაირად ღიმილით იხსენებდა ეს შამანი ამ ფრანგებთან საუბრისას. მათ იცოდნენ, რომ მთვარე არის მშრალი და უნაყოფო, იცოდნენ იუპიტერის მთვარების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და იუპიტერის მთვარების შესახებ ინფორმაცია ახლახანს გაცნო, ახლახანს ნუ გულისხმობ 1-10-20 წლის შუალედი, ნუ ახლახანია ხო პრინციპში. ძალიან ბევრი რამ იცოდნენ ადამიანებმა, მაგრამ ნუ საიდან ის ცოდნა? უამრავი ვერსია ჩნდება იმის შესახებ, რომ მათ ეს ყველაფერი შეიძლება უკვე ფონი შემოვიდა იმისა, მადლობა ნინო, შემახსენე უკვე 2 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასასრულამდე. ნუ რა სიზამთ ბევრი, მაგრამ იცით რა არის დასაკარგი არაფერი გვაქვს, რამე თუ თქვენ შეგიძლიათ, როგორც გითხარით, გქნებოთ ამ SMS-ი 91778-ზე, მოგწეროთ თქვენი მოსაზრება, ან შემოგზავნეთ Facebook-ში, მოგწეროთ თქვენი მოსაზრება, არ მომწონს შენი გადაცემა მიშა და ის საერთოდ ეს არ უნდა ილაპარაკო და რა დროს დაგონებია, როდესაც
ჩვენ გვაქვს სულ სხვა კი ბატონო რაზეც გსურთ იმაზე ვისაუბროთ არანაირი პრობლემა არ არის უბრალოდ ჩვენ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გადაცემა ჩვენი კეთება რაღაც სხვანაირად აბსოლუტურად სულ სხვა თემა მქონდა დღეისთვის მომზადებული თუმცა გარკვეულმა გარემოებამ გამოიწვია ის რომ ამ გარემოებასაც რაღაც გარკვეული მიზეზები აქვს ჩვენთვის მაგალითად ეს გადაცემა რაღაც ცალკე გადაცემასავით თუმცა სუბსტანციას არ ვაკუთვნებ არანაირს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიხარია ხოლმე თქვენთან შეხვედრა ყოველთვის მიხარია როდესაც დგება პარასკევი რამეთუ ვიცი რომ როდესაც მოვა პარასკევი ჩვენ კიდევ გვექნება კიდევ სასაუბრო თემა დოგონების შესაძლებლად კიდევ ბევრი რამ უნდა მეთქვა მაგრამ მე იმას ვიტოვებ და თქვენს გპირდებით რომ ამ საინტერესო თემებს მე რაღაცნაირად შევაჯერებ და სხვა უკვე იმიტომ რომ დოგონები არ არიან ერთადერთი ჩვენ როგორც გითხარით ქონდა საუბარი ხოპის ტომის ხალხზე რომელსაც ასე უცნაური კოსმოგონი აქვს ჩინეთში არსებობენ კიდეც ამუცნაური ადამიანები მაგრამ ეხლა რომ მიყვეთ ზოგადად მხოლოდ და მხოლოდ აი უცნაური არტეფაქტების მქონე ადამიანებს ამ ფაქტობრივად ტომს ხალხის ერთობას რომელიც თავისთავად წარმოადგენენ არტეფაქტის მათ რომ მიყვეთ ჩვენ ესე არ გამოგვიგე გადაცემა რაღაც გამოვა ერთფეროვანი ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად თემატურად ვცვლით ხან არტეფაქტებზე საუბრობ ხან ისტორიულ გარკვეულ თუნდაც ავანტიურისტებსაც ვიხსენებთ ხოლმე რაღაცნაირად ესე ფიქრობ რომ შემდგომი გადაცემა ერთად ავანტიურისტი გვექნება რატომაც არა და ამიტომ მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ აი ასეთი ერთგულებისთვის თუნდაც იმ შენიშვნებისთვის თუნდაც იმ ხურის ყომისთვის რომ რატომ არაშუქებ ბოლომდე კარგი რახან დაიწყე ბარიღამ დაამთავრე მაგრამ პირდებით ნუ არ გვაგზილებს ჩვენ საერთო დრო იმ საშუალებას რომ ბევრი რამ თქვათ მაგრამ პირდებით რომ ჩვენ არც ერთ თემას არ დავტოვებთ გაუშუქებელს არც ერთ თემას არ დავტოვებთ თქვენს ყურადღების გარეშე თუ კი რა თქმა უნდა თქვენი ნება იქნება და თუ კი რა თქმა უნდა იქნება თქვენი სურვილი ნუ ნება თქვენია ჩვენ რა თქმა უნდა ვუსმენთ ერთმანეთს მე თქვენ გისმენთ თქვენ მე მისმენთ და გავაგრძელოთ ასეთი ურთიერთობა მე დიდი მადლობელი ვარ რომ თქვენ მისმენთ უკვე მოკლედ მოგაწყინეთ თავი დიდი მადლობა ნახვამდის მომავალ პარასკევამდე მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად